აქ მოაწყო თავისი მრავალფეროვნები და ჩვენ უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინეთ. დღეს მეორე ტურში გადასული მონაწილეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სწორედ დღეს ჟიური გადაწყვეტს 100-ზე მეტი კონკურსანტიდან ვინ მოხდება ნიჭიერის 50 ნახევარფინალისტს შორის. ზოგს გაუმართლებს და ჟიური პირდაპირ ეტყვის კის. ზოგი კი ფაქტში წავა და მათთვის ნიჭიერი დასრულდება. ბევრი მიმჯელეთ და საბოლოოდ მივედით შემდეგ გადაწყვეტილება. ზოგსაც კი ხელმეორედ მოუწევს ურთულესი მეორე ტურის გავლა. გაგიჭირდა თან შორის არჩევა, მაგრამ ნახევარფინალში გადადის. ეს ბოლოს ჩვენ უკვე გვეცოდინება 50 ნახევარფინალისტის ვინაობა. მივაცოთ თქვენ ნახევარფინალში ხართ. მანამდე კი ვნახავთ იმ მონაწილეებს, რომლებსაც პირდაპირ კასტინგზე უხდეს, არადა ნიჭიერის ეთერში ჯერ არ მოხვედრია. უღეჭა, მაგრამ ვერ ხლაბავს, იდიოტი. რომელსაც ყველაზე საინტერესო სანახაობისთვის. დღეს ორშაბათია. ეს ნიჭიერია! მნიშვნელოვანი დღეა მათთვის, ვისაც ჟიურისგან უკვე კი აქვს. მალე ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვევა. თუმცა მანამდე ვნახოთ ის კონკურსანტები, რომლებმაც კასტინგზე არ ამიიღეს და ვერც ნიჭიერის წინა ეპიზოდებში მოხვდა. ერთ-ერთი ასეთი კონკურსანტი მინდია ჯღამაძეა. ნიჭიერში იმისთვის მოვიდა, რომ საყვარელია შეასრულოს. მე ვარ მინდია ჯღამაძე, 14 წლის. მე ძალიან მიყვარს უცხო ენები, აგრეთვე მიყვარს რუსული ენაც და ამიტომაც გადავწყვიტე რომ ვიმღერო მარჯანი. რაფია? მინდია, რას შეგვისრულებ? მარჯანჯას. მარჯანჯა რა? დაიცა. სიმღერა არის ესეთი. ვისი სიმღერაა ეს? შუპუტინსკისია. შიფუტინსკის. კარგი. დავიწყოთ. წავიდა პროგრამა. Солнце тонуло в море, шли облака на юг, пальмы над головою веяли, как в раю. Женщина без остатка, женщина для любви, таяла словно воск в руках моих. Марджанджа, Марджанджа, где же ты, где? Волны ласкают усталые скалы. Марджанджа, Марджанджа, где же ты, где? Только блики на воде. გაფიცეთ ყოლა, ეხლა ხო დააჭირეთ წითლებს, თვითონ დააჭირეს წითლებს. ამ სიმღერაზე რამდენჯერ გაქვთ ნაცეკვი რესტორანში აღიარეთ? არც ერთხელ. ყველამ აღიარეთ რამდენჯერ გაქვთ ნაცეკვი? მე საერთოდ ცეკვა, მაგრამ ხო გინახავ. გეხო გეცეკვებოდა? მე მარტო მოვისმინე. არა, როგორ მაჯანჯაზე ხდები რომ არ ამითამაშდეს ისე მაჯანჯა ვერ ჩაივლის. თან ამ სიმღერას ცოტა ისეთი ხმა უხდება, ხვდები? შიფუტინსკის როგორც აქვს რა, ესეთი ბოხი ხრინწიანი ხმა და შენ ახლა ეგეთი ხმა შენ რაღაც უფრო იური ჩატუნოვის ხმა უხდება. ლასკოვი მაირო იყო ესეთი რა. ხალხმა იხალიცა, მაგრამ რთულია რომ თქვათ რომ შემდეგ ტურში და გადახვიდა. მე ვამოფარავს. მეც ვამოფარავს. სამი არა და ვერ გადახვიდეთ. აბა კარგია. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერაზე ჟიურის ერთ-ერთ წევრს ხრებიც კი აუთამაშდა, მინდია შემდეგ ტურში მაინც არ გადაიყვანეს. მარჯანჯა. სიმღერის შემდეგ სიცილის დრო დადგა.
გურჯაანელმა ნათელა ჩალათაშვილმა საკუთარი სამსახიობო და იუმორისტული ნიჭი უნდა გამოავლინოს. ნახოთ. რეჟიურის უნდა შევთავაზო იუმორისტული ნომრები კახეთიდან. ახური ხუმრობები კარგია. ნაღდი კახო. ეს მოგწონს. აი ჩემი წყალი რო არ გაუვა. წყალი რო არ გაუვა და თან ეს მაგრად რომ უნდა იხარხარო. ძალიან მოულოდნელად მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ ნიჭიერის პროექტში მივიღე მონაწილეობა. სრულიად შემთხვევით, თანამშრომლების დაჟინებული თხოვნით. მიდი გინდა თუ არა, გინდა თუ არა, დაი მოვა. აი მიდი, ჩქარა. აი დაჟინებული თხოვნით, იშვიათად. გავგესალმებით, გაგვეცანით თუ შეიძლება. ნათელა ჩალათაშვილი. დღეს მე თქვენ მოგიტანეთ ნაღდი. აი მარილიანი იუმორი, კახური იუმორი. გესმენთ, დაიწყეთ. მოგეხსენებათ კომუნისტების დროს საქართველოში ბევრი რუსი ქალი გახდა ჩვენი რძალი, მათ შორის ჩემ მშობლიურ კახეთშიც. ქალმა ისწავლა ქართული კახური აქცენტი. მე მოგიყვებით როგორ წევლი და თავის შვილებს. უბედურებო, ჩემო შამარცხვენლებო, აი როგორ დედა ერთი დღე დაიბადა, იგრე ერთი დღე ჩადო იმიცაში. რა უბედურებაა გო? მე იხარხაროთ რა დაკვირდა აბა. ერთხელ ამ თუთ ბიჭებთან ერთად იყო მისი მეზობელი ერთი კახელი ბავშვი ჯემალა. ხო და ამ ჯემალას ბოდიში უკაცრაული სიტყვა და მარცხი მოუვიდა. უცებად აი დააბრახუნა. სიცილის თერაპია ხარ მოიგე. აკიცადი ჩემი სახლიდან შედამპარი. გადი ჩემი სახლიდან შედე ჩემ პატილი არის. ტირის ეს ჯემალა და ეგრე იცოდა. ლინა ძალო მეკიე მეგონ. იყო ქართულად ვერ გაიგებდა აი ესეთი ის იყო. რამდენი ვიცინე რამე არ მეწყინოს. შემიძლია სხვების. ქალბატონ ნათელა, პირდაპირ გეტყვით რა. მიხარია იუმორი რო გიყვართ, მაგრამ არ გაქვთ სიტყვაზე აი როგორ მიაწოდოთ ეს ყველაფერი მაყურებელს, იმიტომ რომ ამას ჭირდება სპეციალურად აი ესეთ განსხვავებული თამაში და აუცილებლად ჭირდება მაყურებელთან კონტაქტი, რაც სამწუხაროდ ვერ დავინახეთ. არ ვიცი, მეც დავეთანხმები, ანუ სამწუხაროდ. ისტორიები საინტერესოა, მაგრამ ნუ რაღაც მე სამწუხაროდ არა უნდა ვთქვა. სამწუხაროდ არა. მეც არასდროს. აი ბაბა. სამწუხაროდ ნათელა ჩალათაშვილის ნომერი ჩავა. ახალგის. კიდევ ბევრი იყო ისეთი, ვინც ქალბატონი ნათელას ბედი გაიზიარა და ჟიურისგან არა მიიღო. გაგვეცანით. ილია ნათელაშვილი დღეს შეგისრულებთ ქუჩის ბიჭების და ცისანა სეფიაშვილის ლამაზი ღამე. ხუთის მაგივრად ერთმა უნდა იმღეროთ? კი. კარგით, გესმენთ. გამისნია ვიკრის, ჟიმალამაზაკრის, ვარე რუბლებში მალული. ჩემი ცისანა სად არის, რომელია? სვასთან გელოდები, მერე ვარსკვლავება, ლამაზაზე. ინგლისური სიმღერა თუ იცით? იმიტომ რომ თქვენ ისეთი გვარი გაქვთ ნათელაშვილი, რომ ინგლისური სიმღერა უნდა იცოდეთ რაღაც. მე ვამბობ არას. მეც სამწუხაროდ არა. მეც სამწუხაროდ არა უნდა ვთქვა. ერთმანეთს ჩვენ რომ ვაჩუქეთ. მიეცი რა ხასიათი, მიეცი ვაჩუქეთ. თემურ კუბრაშვილი მე ხელში ბიჭირავს 70-იან წლებში გამოშვებული რადიო, რაც უნდა თქვა სამ რადიო მომას ვიტყვი მე. ლაპარაკობს რადიო სადგური FM 199 და 100. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სარბენ ბილიკებზე გამოჩნდა ცნობილი შოუმენი ბატონი დუტა სხირტლაძე. ბატონო დუტა, თქვენ რა შედიხართ სტადიონზე სათამაშოდ? აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ მზე ვარ. დუტა ვორერა, დუტა ვორერა. ოხ დუტა ვორერა. დუტა. ვინ არის? და არ გამიგებთ და არ გეწყინებათ, უბრალოდ ესეთი მიმართულების ნომრები საკმაოდ მოძველებულად ითვლება. სამი არა, სამწუხაროდ.
ესანი? ეკაგოგი ჩაიშვილი ცეკვა მინდურს. სად ისწავლე? ფილმები ნასწავლე. რომელი ფილმი არის შენი საყვარელი? შაქრუქ ხანის შაქრუქ ხანი. ხო, დაიწყე ეკა. मैं तो हूँ पागल मुंडा तू है मेरी सोनी कुड़ी मैं तो हूँ पागल मुंडा तू है मेरी सोनी कुड़ी მორჩა? ეკა რა მოკლე ნომერი იყო? თუ ეს მონაკვეთი ჩას იმ ფილმში და ისა გაკნასწავლე მეტია. მე ალბათ ვიტყვი არას. მე ვამბობ არას. მეც მესამე არას ვიტყვი. ჩაქრუქ ხანი ბიჭო, ჩაქრუქ ხანი. რამ დაგავიწყა ჩაქრუქ ხანი. ჩაქრუქ ხანიო დაგავიწყდება. ჩადის სახელი და ჩაქრუქ. თავზე რა შეჭერს? ბალიხი ამიფეთი და ხდება მიხარეთ რატო? ჩვენ ვართ გუბი ანაკლია და გვინდა რომ წარმოგიდგინოთ იუმორისტული ასე ვთქვათ სკეჩი სოფლელი გოგო. დაიწყეთ. გამარჯობათ. მე ერთი ჩვეულებრივი სოფლელი გოგო ვარ. სწავლა და სკოლა არ მითხრათ და ყველაფერს გავაკეთებ. მოусმინეთ ჩემი სწავლის შესახებ გამართულ კრებას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ტუღია მითაგვარიას მეორე სემესტრში გადასვლისაკით. თქვენ რა სიტყვით ერთი? არავითარი პროგრესი არ აქვს. უღეჭო. მაგრამ ვერ ხლაპავს იდიოტი. ის თუ ნიჭო და ის თუ მდარია ვიყავს მაგაზე უკეთ. მე ვამბობ არას. მეც არას ვამბობ. მეც საკუთარ არას ვიტყვი.